ბრიფინგს ლელა ნაცვალაძემ მყისიერად გამოიხმაურა და მადაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. თავდაპირველად ნაცვალაძემ შარაშენიძის კოალიცია ქართული ოცნების შტაბის უფროსობა შეცდომად მიიჩნია. მისი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა კი კანონდარღვევად. დეპუტატმა ნაცვალაძემ შარაშენიძეს არაპროფესიონალიზმში დაასდო ბრალი და იგი ნაციონალების სქემითა და გეგმით მომუშავე საჯარო მოხელედ მოიხსენია. კოდა შარაშენიძე არის ნაციონალური მოძრაობის პროექტი, მას მე შევარქვი მეოცნებე ნაციონალი, რომელსაც მხოლოდ ერთი ახირებული სურვილი ქონდა, ოცნება ქონდა, რომ ის გამხდარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. დღეს ოზურგეთში ჩამოყალიბდა მისი სახით პატარა დიქტატორი, რომელსაც სურს რომ მისი უფლებები განახორციელოს. ის ანგარიშს არ უწევს იმ ძალებს, რომლებიც კოალიციაში არიან შემავალი და ძალიან ბევრი კომპეტენტური პროფესიონალი ადამიანებისგან არის კოალიცია დაკომპლექტებული, ამას ცალსახად ვამბობ და ადამიანები, რომლებმაც იმ მოიშრომეს, რომლებიც მხარში ედგან იმ ავბედით დღეებში, რა დღეებიც ქართულ ოპოზიციას ოზურგეთის რაიონში გააჩნდა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს საპასუხო კომენტარისგან თავი შეიკავა და პარასკევის ბრიფინგი დაანონსა. არა. და გავაკეთებ ერთი კომენტარი. მე დღეს გამარჯვება. ისე ამას რომ გაგიხარდა. უკაცრავად